ინტერნაციონალური მარიფის სკოლების ორგანიზებით მარნეულის კულტურის სახლში პოეზიის საღამო გაიმართა, სახელწოდებით მარიფის კულტურათა ჰარმონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოში თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში საერთაშორისო მარიფის სკოლების წარმომადგენელმა და კოორდინატორმა ფარუქ თექშენმა განაცხადა, რომ პოეზიის საღამოს მიზანია მოსწავლეების უფრო მეტად დაახლოება ლიტერატურასთან. როგორც მან აღნიშნა, ისინი აქტიურად გააგრძელებენ ქვეყნის კულტურული სიმდიდრის წარმოჩენას საგანმანათლებლო საქმიანობაში. ინტერნაციონალური მარიფის სკოლების ორგანიზებით დღეს მარნეულში პოეზიის საღამო მოეწყო, სახელწოდებით მარიფის კულტურათა ჰარმონია. ამ ღონისძიების მიზანი არის ჩვენი ახალგაზრდების ლიტერატურასთან უფრო დაახლოება და დამეგობრება. ვფიქრობ, კარგი იდეაა მსგავსი აქტივობების სისტემატურად ჩატარება, რადგან ეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მდივანმა საქართველოში სულთან ალაილიმ ისაუბრა კულტურული და მხატვრული აქტივობების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ პოეზიის საღამოები აუცილებლად უნდა იქცეს ტრადიციულ ღონისძიებად. სახითა მის მიერითა იყო არაბეთს როსტევა მეფე ღვთის. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართულ-აზერბაიჯანულ და თურქულ ლიტერატურაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ნაწარმოებები, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე. Benişem, düşmüşem dile